თავი მეცხრე. უთხრა მათ იესომ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არიან ზოგიერთნი აქ მდგომთაგან, რომელნიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ ღვთის სასუფეველს ძლიერებით მოსულს. 6 დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე. აიყვანა მაღალმთაზე მარტო ისინი და ფერი იცვალა მათ წინაშე. გაბრწყინდა მისი ტანისამოსი და ძალზე თეთრი გახდა. ისეთი რომ გამთეთრებელს ამ ქვეყანაზე არ ძალუც ისე გათეთრება. ეჩვენა მათ ელია მოსესთან ერთად და ესაუბრებოდნენ იესოს. პეტრემ უთხრა იესოს, რაბი, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. გავაკეთოთ 3 კარავი, ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას. ვინაიდან არ იცოდა რა ეთქვა, რადგან ყველა შეშინებული იყო. გამოჩნდა ღრუბელი, რომელმაც დაჩრდილა ისინი, ხოლო ღრუბლიდან გამოვიდა ხმა. ეს არის ჩემი საყვარელიძე, უსმინეთ მას. უეცრად მიმოიხედეს, მაგრამ ირგვლივ ვერავინ დაინახეს გარდა იესოსი. როდესაც მთიდან ძირს ჩამოდიოდნენ, გააფრთხილა არავისთვის ეთქვათ, რაც იხილეს, ვიდრე კაცის ძე მკვდრეთით აღდგებოდა. ეს სიტყვა გულში ჩაიდეს და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, რას ნიშნავს მკვდრეთით აღდგომა. კითხეს მას, რატომ ამბობენ წიგნობრები, რომ პირველად ელია უნდა მოვიდესო? მან უპასუხა მათ, მართალია პირველად ელია უნდა მოვიდეს და აღადგინოს ყოველივე. კაცის ძეზე კი როგორღაა დაწერილი, რომ მას მართებს ბევრი ტანჯვა და დამცირება, მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ელია მოვიდა და მას ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ და როგორც დაწერილია მასზე. როცა მოწაფეებთან მივიდა, იხილა მათ ირგვლივ დიდძალი ხალხი და მათთან მოკამათემ წიგნობრები. მაშინვე შენიშნა მთელმა ხალხმა და გაუკვირდათ. მორბოდნენ მასთან და ესალმებოდნენ. კითხა მათ, რაზე ედავებით ამათ? ხალხიდან ერთ-ერთმა მიუგო, მოძღვარო, შენთან მოვიყვანე ჩემი ვაჟი, რომელიც უტყვისულით არის შეპყრობილი. სადაც კი შეიპყრობს, ძირს ანარცხებს და გადმოსდის დუჟი, კბილებს აღსჭენს და შეშტება. თხოვე შენს მოწაფეებს, რომ განედევნათ, მაგრამ ვერ შეძლეს. მიუგო მათ და უთხრა, ხოი ურწმუნო მოდგმავ, როდემდე ვიქნები თქვენთან, როდემდე უნდა გითვინოთ თქვენ? მომიყვანეთ იგი და მიუყვანეს მას. როგორც კი სულმა დაინახა, იგი დაანარცხა, დაეცა მიწაზე, გორავდა და დუჟის დიოდა. კითხა მის მამას, რამდენი ხანია რაც ეს დაემართა? უთხრა, პატარაობიდან. ბევრჯერ ჩაუგდია ცეცხლსა და წყალში, რათა დაეღუპა. თუ კი რამე შეგიძლია, შეგვიბრალე და გვიშველე. ხოლო იესომ უთხრა, თუ კი რამე შეგიძლიაო, მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია. ბავშვის მამამ იმ წამსვე შესძახა ცრემლმორეულმა, წამს უშველე ჩემს ურწმუნოებას. როგორც კი დაინახა იესო, რომ ხალხი მორბის, შერიცხა არაწმინდა სული და უთხრა, უტყო და ყრუსულო, გიბრძანებ, გადი მაგისგან და აღარ შეხვიდე მასში. დაიყვირა, შეანჭყრია იგი ძალუმად და გავიდა. ის კი მკვდარებით გახდა ისე, რომ ბევრი ამბობდა კიდეც მოკვდაო. იესომ მოკიდა ხელი, წამოაყენა და ისიც ფეხზე დადგა. შინ რომ შევიდა, მისმა მოწაფეებმა განმარტოებით კითხეს მას, ჩვენ რატომ ვერ გავდევნეთ იგი? უთხრა მათ, ეს მოდგმა სხვანაირად ვერ გამოვა თუ არა ლოცვითა და მარხვით. იქიდან წასულები გალილეაზე გადიოდნენ. არ უნდოდა რომ ვინმეს ეცნო, ვინაიდან ასწავლიდა თავის მოწაფეებს და ეუბნებოდა, კაცის ძე გადაცემული იქნება კაცთა ხელში. მოკლავენ მას და მესამე დღეს აღდგება. მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვები, მაგრამ კითხვასაც ვერ უბედავდნენ. მივიდნენ კაპერნაუმში. სახლში ყოფნისას კითხა მათ, რაზე მსჯელობდით გზაში? ისინი დუმდნენ, ვინაიდან გზაში ერთმანეთში მსჯელობდნენ, ვინ უფრო დიდიაო. დაჯდა თუ არა უხმო იმ 12-ს და უთხრა, თუ ვინმეს უნდა პირველი იყოს, ის იქნება ყველაზე უკანასკნელი და ყველას მსახური. მოიყვანა ბავშვი, ჩააყენა მათ შუა, მოეხვია და უთხრა მათ, ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, ის მემღებულობს. ხოლო ვინც მემღებულობს, ის მე კი არ მღებულობს არამედ ჩემს მომავლინებელს. ივანემ უთხრა, მოძღვარო, ჩვენ ვნახეთ კაცი, რომელიც შენი სახელით ეშმაკებს დევნის. ჩვენ კი არ მოყვება და ჩვენ აუგრძალეთ მას, რადგან ჩვენ არ მოყვება. იესომ უთხრა, ნუ უგრძალავთ, ვინაიდან არავის, ვინც ჩემი სახელით სასწაულს ახდენს, არ ძალუს ჩემი ასე იოლად გმობა. ვინაიდან ვინც ჩვენი წინააღმდეგი არ არის, ის ჩვენთან არის. ვინც თქვენ წყალს შეგასმევთ სასმისით ჩემი სახელით, რა კი ქრისტესნი ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას არ დაეკარგება თავისი საზღაური. ხოლო ვინც ერთს ამ მცირე თაგანს, რომელთაც მე ვწამვა, რაც თუნებს,
მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ. თუ გაცდუნებს შენი ხელი მოიკვეთე იგი, გიჯობს დასახიჩრებული შეხვიდეს სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით შეხვიდე ჯოჯოხეთში, დაუშრეტელ ცეცხლში, სადაც მატლი მათი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება. თუ გაცდუნებს შენი ფეხი მოიკვეთე იგი, გიჯობს კოჭლი შეხვიდეს სიცოცხლეში, ვიდრე ორი ფეხი გქონდეს და ჯოჯოხეთში ჩაგაგდონ, სადაც მატლი მათი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება. თუ გაცდუნებს შენი თვალი ამოითხარე იგი, გიჯობს ცალი თვალით შეხვიდე ღვთის სასუფეველში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჩაგაგდონ ჯოჯოხეთში, სადაც მატლი მათი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება. ვინაიდან ყოველნი ცეცხლით დამარილდებიან და ყოველი მსხვერპლი მარილით დამარილდება. მარილი კარგია, მაგრამ თუ მარილი უმარილო გახდება, ვიღათი შეანელებთ მას, იქონიეთ თქვენში მარილი და მშვიდობიანად იყავით ერთმანეთში.